ზღვის წყლის დალევა ჯანმრთელობისთვის სახიფა თუ არა რამდენიმე მიზეზით, მაღალი მარილიანობა, ზღვის წყალი შეიცავს დიდ რაოდენობით მარილს. როცა ამდენ მარილს იღებ, ორგანიზმი ცდილობს მის განეიტრალებას, რაც უფრო მეტ წყალს საჭიროებს, ვიდრე ზღვის წყალშია. შედეგად სხეული გაუწყლოვდება. გაუწყლოება ზღვის წყლის დალევის შემდეგ თირკმელები იძულებულნი არიან იმუშაონ ზედმეტად, რათა მარილისგან გათავისუფლდნენ. ამის გამო სხეულიდან წყალი უფრო სწრაფად იკარგება და ადამიანი შეიძლება უფრო მეტად მოწყურებულად იგრძნოს თავი. საკვები მოწამლა, ზღვის წყალში ხშირად გვხვდება ბაქტერიები, ვირუსები, პარაზიტები და სხვა მიკროორგანიზმები, რომლებიც საჭმლის მომნელებელ სისტემას ავნებს და შესაძლოა გამოიწვიოს დიარეა, გულისრევა და სხვა პრობლემები, ელექტროლიტების დისბალანსი. დიდი რაოდენობით მარილის მიღება არღოს ნატრიუმის და სხვა მინერალების ბალანსს ორგანიზმში. რაც სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებს, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს, შეიძლება იწვევდეს. რა უნდა გააკეთო თუ ზღვის წყალი დაგილევია, დალიერად შეიძლება მეტი სუფთა, მტკნარი წყალი, რათა ორგანიზმმა მარილი გამოდევნოს. თუ დიდი რაოდენობით ზღვის წყალი გაქვს მიღებული და თავს ცუდად გრძნობ, მიმართე ექიმს, ეცადე არ დალიო ზღვის წყალი გადარჩენის პირობებში. ამის ნაცვლად გამოიყენე წყლის ფილტრები ან ორთქლის კონდენსაციის მეთოდები მარილის მოსაშორებლად. ზღვის წყლის დალევა გადარჩენის კარგი გზა ნამდვილად არ არის. ის უფრო სწრაფად გამოიწვევს გაუწყლოების პროცესს. Tredi.com, ქართული სოციალური ქსელი.